მოგესალმებით და დღევანდელი მედიტაცია არის ენერგეტიკული დამიწების მედიტაცია. ენერგეტიკული დამიწება ნიშნავს, რომ თქვენს ენერგიას აბრუნებთ თქვენს სხეულში, თქვენს თავში და დედამიწაზე. ხშირად ენერგეტიკული გაფანტულობა გვემართება ხოლმე, როდესაც ვართ გადაღლილი, გვაქვს ძალიან ბევრი საქმე, სანერვიულო, სტრესი, ან არ გვიცდია საკუთარ თავთან დაბრუნება დიდი ხნის მანძილზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ენერგია ხშირად იფანტება ხოლმე და საჭიროებს დამიწებას. ენერგეტიკული დამიწება დაგეხმარებათ, რომ ბევრად უფრო მშვიდად და ჰარმონიულად იგრძნოთ თავი და ასევე ბევრად უფრო აქტიურად დააკვირდეთ თქვენს სხეულს, ცხოვრებას და ყოველდღიურობაში ბევრად უფრო სიმშვიდე განიცადოთ. ენერგეტიკული დამიწებისთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ძლიერი დამხმარე არის თავად დედამიწა და მიწის ელემენტი. შესაბამისად, შეგიძლიათ, რომ ფიზიკურად ხშირად გახვიდეთ გარეთ, იაროთ ან სულაც ხეებს ჩაეხუტოთ და იგრძნოთ მათ მიერ შემოთავაზებული ენერგეტიკა. თუმცა, როდესაც არ გაქვთ ასეთი დრო და უეცრად მოხდა რაიმე თქვენს ცხოვრებაში, ანუ უბრალოდ გრძნობთ იმას, რომ გინდათ საკუთარ თავთან დაბრუნება, სხეულში დაბრუნება, შეგიძლიათ სცადოთ ამ მედიტაციის გაკეთება ნებისმიერ დროს და ნახოთ, როგორ იმოქმედებს ეს თქვენზე. პირველ რიგში ყურადღება გადაიტანეთ თქვენს ფეხებზე. თუ ზიხართ, კარგი იქნება, იმიტომ რომ ასე უფრო მარტივად შეიგრძნობთ სიმძიმეს თქვენს ფეხებში და იმას, თუ როგორ ეხებით იატაკს, თქვენი ტერფებით, იგრძნით თქვენი ფეხის თითები, მთლიანად ამოყევით ფეხს, მუხლები, ბარძახები და დააკვირდით სრულიად ფეხების შეგრძნებას. რადგან ფეხები არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო, როდესაც გვჭირდება დამიწება. ჩვენ დავდივართ ფეხებით დედამიწაზე და ხშირად ამას არც კი ვიაზრებთ, რამდენად ძლიერი ენერგეტიკის მატრებელია თავად ამ კუთხით დედამიწასთან კავშირის დამყარება. განაგრძეთ ფეხებზე დაკვირვება და დაიწყეთ უფრო მეტად ღრმად სუნთქვა. ღრმა შესუნთქვა და გამოსუნთქვა. სხეულზე დაკვირვების შემდგომ და ღრმა სუნთქვების შემდგომ ნელ-ნელა წარმოისახეთ, როგორ გრძნობთ თავს. ამჟამად თქვენს ოთახში ან სივრცეში, სადაც ზიხართ, როგორია ეს შეგრძნება? დააკვირდით სივრცეს თქვენს გარშემო, ზემოთ, თავს ზემოთ, თქვენს მარცხნივ, თქვენს მარჯვნივ, თქვენს ქვემოთ. ნელ-ნელა დახუჭეთ თვალები, თუ ჯერ არ დაგიხუჭავთ თვალები. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ უზარმაზარი
და ულამაზესი ხის ქვეშ. ეს ხე შეიძლება იყოს ისეთ ადგილას, სადაც თქვენ გიყვართ ყოფნა, ან უბრალოდ მთლიანად წარმოსახულ ადგილას, სადმე მდელოზე, ან ეზოში, ან მთის მწვერვალზე. მიყევთ თქვენს წარმოდგენას. შეიგრძენით ამ ხის სიძლიერე, როგორ ეყრდნობით ზურგით ხის ტანს, რომელიც არის ძალიან განიერი, ძალიან მაღალი, ძალიან ძლიერი. ფეხებით იგრძენით, როგორ ეხებით დედამიწას. თქვენი ტერფები როგორ დევს მიწაზე. იგრძენით ამ ხის ფესვების სიძლიერე. ასევე ნახეთ, როგორ გაფარებთ ეს ხე თავის ტოტებს, ფოთლებს, გაძლევთ ჭრდილს, კომფორტს. და ნელ-ნელა დააკვირდით იმას, რომ თითქოს ეს ხე სუნთქავს. თქვენთან ერთად ეს ხეც შეისუნთქავს და გამოისუნთქავს. შეისუნთქავს და გამოისუნთქავს. თქვენი და ამ ხის სუნთქვა ხდება ერთიანი. დააკვირდით თითქოს როგორ მოძრაობს ამ ხის ტანი, შესუნთქვა გამოსუნთქვაზე, როგორ ხდება თქვენი სუნთქვა ერთიანი, ჰარმონიული, მეგობრული, მზრუნველი. ამის შემდგომ ნელ-ნელა წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტერფებიდან, ქუსლებიდან გამოდის ფესვები, რომელიც ჩადის მიწაში, უერთდება ამ ხის ფესვებს და თქვენი და ამ ხის ფესვები ხდება ერთიანი. წარმოიდგინეთ, როგორ საზრდოობთ დედამიწის ენერგიით, როგორც ეს ხე, როგორ საზრდოობთ ცის ენერგიით, როგორც ეს ხე, როგორ საზრდოობთ უხილავი, სამყაროსეული ენერგიით, როგორც ეს ხე. თქვენი ფესვები გადაწნულია ამ ხის ფესვებზე, რომელიც ჩადის ნელ-ნელა ღრმად და ღრმად დედამიწაში. თან განაგრძეთ სუნთქვა, ხესთან ერთად სუნთქვა, ენერგიის მიღება თქვენივე ფესვებიდან, სანამ თქვენი ფესვები თქვენს წარმოსახვაში არ მიაღწევს დედამიწის ცენტრს, დედამიწის გულს, საიდანაც ყველაფერი საზრდოობს. როდესაც მიაღწევთ ამ გულს, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ფესვები მთლიანად გარს უტყავს დედამიწის მთავარ ენერგეტიკულ გულს. და პირდაპირ ამოდის ეს ენერგია თქვენს სხეულში, ფეხებში, გაივლის მთლიან ფეხებში, კუდუსუნში, ხერხემალში, ამოყვება ხერხემალს და მოაღწევს თქვენს თავში.
შემდგომ ამოდის თავიდან და უერთდება ხის ენერგიას. იგრძენით ეს ერთიანობა თქვენს ხესა და დედამიწას შორის. დააკვირდით იმას, თითქოს გრძნობთ თქვენს სხეულს, თქვენი სხეულის სიმძიმეს, მაგრამ ეს არ არის ცუდი სიმძიმის განცდა. არამედ ძალიან მატერიალური, ნამდვილი სხეულებრივი განცდა, რომელიც თანაც ჰარმონიული და მშვიდია. დააკვირდით ამ შეგრძნებებს. რა კარგია ამ ხესთან ერთად ყოფნა, რა კარგია დედამიწის ენერგიით საზრდოობა და რა კარგია სამყაროსეული ენერგიით ზუნდქვა. დარჩით ამ ენერგიაში და განაგრძეთ ზუნდქვა. თუ რაიმე შეგრძნება ან მესიჯი ან წარმოსახვა წამოვა თქვენს გონებაში, დააკვირდით. შეიძლება რაღაცა მესიჯი მიიღოთ ბუნებისგან ან სხეულისგან. თუ არაფერი არ მოდის, ესეც არ არის პრობლემა. ღრმა შესუნთქვა, გამოსუნთქვა. შეგიძლიათ დაამატოთ იმის შეგრძნებაც, რომ სუნთქავთ დედამიწიდან, ხიდან, სამყაროდან ყველანაირად ისუნთქავთ ამ ენერგიას და გამოსუნთქვის დროს გამოგაქვთ ყველაფერი ნეგატივი. ყველაფერი არის კარგად, ჰარმონიულად, დადებითად. დედამიწა არის თქვენი მეგობარი, თქვენი მასპინძელი, ისევე როგორც თქვენი სხეული. ნელ-ნელა დაუბრუნდით თქვენს ოთახს. გაუშვით ეს წარმოსახვა. შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ ხეს, დედამიწას, სამყაროს. ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვის შემდგომ შეიგრძენით თქვენი ფეხის თითები, გაამოძრავეთ ისინი. ნელ-ნელა გაახილეთ თვალები და დააკვირდით შეგრძნებას, თუ როგორ გრძნობთ თავს. ეს მედიტაცია შეგიძლიათ გააკეთოთ იმდენად ხშირად, რამდენჯერაც მოგესურვებათ. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ამ მედიტაციას და სცადოთ ენერგეტიკული დამიწება ყოველ დღე ან ყოველ ისეთ სიტუაციაში, სადაც თავს ცოტა გაბანტულად ან არაჰარმონიულად გრძნობთ. მადლობა და წარმატებები.